აქ არის ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ის ახლა აპირებს ინგლისურად მიმართოს საზოგადოებას JNS-ის კონფერენციაზე. ეს არის საერთაშორისო პოლიტიკის სამიტი. გმადლობთ, მარკ ლევინ. ნეტავ, ჩემს მრჩევლად მყავდე. ყოველ დღე. იცი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ყველაფერს აკეთებს, რასაც მე ვთხოვ. ისრაელში კი ამბობენ, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ, რასაც ის მთხოვს. არც ერთი არ არის სიმართლე. ჩვენ დამოუკიდებელი და ამაყი ქვეყნების ლიდერები ვართ. ჩვენს ინტერესებს ვიცავთ. მე ისრაელის ინტერესებს ვიცავ. და მის უსაფრთხოებას ვიცავ. ხშირად ჩვენ ერთ აზრზე ვართ, ზოგჯერ კი არა. მაგრამ ჩვენ ვცემთ პატივს ერთმანეთის სუვერენიტეტს, ლერენიტეტს, ლიდერობას და ერთგულებას ჩვენი ხალხის მიმართ. გასულ წელს როცა ამ სცენაზე ვიდექი, თქვენგან ზოგიერთები დავინახე. ამჟამად თქვენგან ვერავის ხედავ, მაგრამ დავინახე რამდენიმე ძვირფასი მეგობარი, რომლებიც აქ არიან. რიჩარდ, მადლობა. ჩვენთან ერთად არის ბოსნია-ჰერცეგოვინის სერბი პრეზიდენტიც. მადლობა. მადლობა ქალბატონო. ხვალ გვექნება საუბრის შესაძლებლობა. აქ ძალიან ბევრი ძვირფასი მეგობარია. და ამას გულწრფელად ვამბობ. გასულ წელს როცა ამ სცენაზე ვიდექი, ვსაუბრობდი გადაწყვეტილებებზე, რთულ გადაწყვეტილებებზე, ისტორიულ გადაწყვეტილებებზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებიც იმ დროს ბევრმა, მათ შორის ჩემ წინააღმდეგ მყოფმა კანდიდატებმა თქვეს, რომ არ უნდა მიმეღო. მითხრეს, რომ რაფაში არ შევსულიყავი. რაფაში შევედი? მითხრეს, რომ ჰეზბოლას არ დავჭმოდით. ჰეზბოლას დავარტყით. მითხრეს, ირანს არ დავპირისპირებოდით. ირანს დავპირისპირდით. და დღეს მინდა ერთი მარტივი კითხვით დავიწყო. რას მივახციეთ? იმიტომ რომ იგივე ადამიანები და მათი თანამოაზრეები მედიაში ცდილობენ ჩვენი მიღწევების დაკნინებას. სინამდვილეში ისინი ცდილობენ მთლიანად საშალონ ისინი. აბა რას მივახციეთ ჩვენ? აი რას მივახციეთ ჩვენ? ჩვენ ირანს შეუშალეთ ხელი. განეხორციელებინა გეგმა ჩვენი განადგურების შესახებ და დღეს მათ ეკნებოდათ ბირთვული იარაღი, ატომური ბომბი ამის გასაკეთებლად. ჩვენ ეს შევაჩერეთ. ჩვენ მოვხსენით ეგზისტენციალური საფრთხე. და რომ არ გვემოქმედა ოპერაცია Rising Line-ისა და შემდეგ ოპერაცია Roaring Line-ის დროს ირანს ეკნებოდა ატომური ბომბები და ნება მომეცით რაღაც გითხრათ. ისინი გამოიყენებდნენ მათ. სწორედ ეს შევაჩერეთ ჩვენ. ჩვენი ამერიკელი მეგობრების, ამერიკის საჰაერო ძალებისა და ამერიკის სამხედროების ერთად ჩვენ ჩავატარეთ ჩვენი ისტორიის ყველაზე დიდი საჰაერო დარტყმა. ჩვენ გავანადგურეთ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა. ჩვენ გამოვთიშეთ მათი 20-მდე წამყვანი ბირთვული მეცნიერი. 12 აღმავალი ხაზით და კიდევ 8 მძლავრი ხაზით. და როცა მეცნიერებს გამოაკლებ, ძალიან რთულია ბირთვული იარაღის შექმნა. უკიდურესად რთულია. ჩვენ ტერორის რეჟიმის ხელმძღვანელობა მოვკვეთეთ. ჩვენ მათი სარაკეტო ინდუსტრია გავანადგურეთ. ჩვენ მათი საზღვაო ძალები გავანადგურეთ. ჩვენ მათი საჰაერო ძალებიც გავანადგურეთ. ჩვენ მათი სამხედრო ინდუსტრიები დავარტყით. ჩვენ მათი ხიდები დავარტყით. ჩვენ იმდენ ობიექტს დავარტყით, რომ ირანის რევოლუციური გვარდიის ეკონომიკაზე მიყენებული ზიანი მილიონებში არ ითვლება. ის არ ითვლება ასეულ მილიონებში, ის არ ითვლება ასეულ მილიარდებში, ის ითვლება ასობით და ასობით მილიარდ დოლარად. და მათ ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ არსადგენად, ძალიან დიდი დრო. და შეიძლება ვერც აღიდგინო. რადგან როცა ასეთ დარტყმებს მიაკენებ და როცა რეჟიმსა და ხალხს შორის ასეთი ღრმა ბზარია, ვერ იტყვი როდის დაეცემა ასეთი რეჟიმი. და ვფიქრობ, ჩვენ შევქმნით პირობები მისი მომავალი დაცემისთვის. ეს იქნება ნამდვილი ტრიუმფი,
როცა ირანის ხალხი საკუთარ ბედს საკუთარ ხელში აიღებს და დაამხობს ამ სასტიკ რეჟიმს, რომელიც მათ და დანარჩენ მსოფლიოს აშინებს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ ირანს არ დაუპირისპირდით. ჩვენ დავამსხვრიეთ ირანის ტერორის ღერძი. ჩვენ გავანადგურეთ სინვარი, გავანადგურეთ ანია, გავანადგურეთ დეფი, გავანადგურეთ 10,000-ობით ტერორისტი. და მიუხედავად იმ ადამიანებისა, ვინც ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, ჩვენ ყველა მძევალი დავაბრუნეთ ისრაელში. ყველა მძევალი, თითოეული მათგანი. ამასაც ჩემი ზოგიერთი კრიტიკოსი არ უნდა რომ ეს გაახსენოთ, მაგრამ ისინი ამბობდნენ, გაჩერდით რაფაჰამდე. შეთანხმება გააფორმეთ. დავიჭიროთ ტერორისტები, გამოვიყვანოთ ჩვენი მძევლები. რაფაში შესვლა არ გჭირდება, ფილადელფიის კორიდორის აღება არ გჭირდება, ჰეზბოლასთან დაპირისპირება არ გჭირდება. ღმერთის გულისთვის ირანთან დაპირისპირება არ უნდა დავიწყოთ. მაგრამ ჩვენ არ მოусმინეთ მათ და მაინც გავაკეთეთ ეს. და ჩვენ დავაბრუნეთ ისინი, რადგან ჩვენი მამაცი ჯარისკაცები, ჩვენი შეუდარებლად გმირი ჯარისკაცები, პირდაპირ გაუშვით მათ ციხესიმაგრეში ღაზაში. და მათ კაპიტულაცია გამოაცხადეს. ჩვენ უკან დავაბრუნეთ ყველა მძევალი, უკანასკნელიც კი. და ეს არის მიღწევა, რითაც ვფიქრობ, მთელი ისრაელის ხალხი და თავისუფალი სამყაროს ყველა ადამიანი უნდა ამაყობდეს. ჩვენ ისინი დავაბრუნეთ. ლიბანში ჩვენ ავაფეთქეთ. არ ვიცი ამას ბიპერები უწოდოთ თუ პეიჯერები. ამერიკაში რას იყენებთ? ბიპერები. ჩვენ ავაფეთქეთ ბიპერები. ჩვენ გავანეიტრალეთ ნასრალა. ჩვენ გავანადგურეთ ჰეზბოლას სამხედრო მანქანა. ჩვენ შევაჩერეთ რიდვანის ძალა გალილეაში შეჭრისგან. ჩვენ გავანადგურეთ 150,000 რაკეტიდან და მართვადი რაკეტებიდან, რომელიც ჰეზბოლამ ჩვენს წინააღმდეგ დააგროვა 90%-ზე მეტი. ჩვენ შევქმნით უსაფრთხოების ზონა ღაზაში. ჩვენ შევქმნით უსაფრთხოების ზონა სირიაში. ჩვენ შევქმნით უსაფრთხოების ზონა ლიბანში და შევინარჩუნებთ მას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჩვენი ხალხის დასაცავად. გეტყვით კიდევ ერთ მიღწევას, რომელიც ჩემი აზრით ბევრ მხრივ, ბევრ ასპექტში, როგორც სარა მეუბნება და მე უსმენ, იცით რას ამბობენ ბიბლიაში? ყველაფერი რაც სარამ უთხრა აბრაამს, იცით და რაც ღმერთმა თქვა, მან თქვა, ყველაფერი რასაც სარა გეტყვის, უნდა მოусმინო მას. ხო, მე აბრაამი არ ვარ, მაგრამ ჩემს სარას უსმენ. ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა რაც გვაქვს არის შიშის ბარიერის გადალახვა. წლების განმავლობაში ხალხი გვეუბნებოდა, რომ ირანის მიწაზე ვერ შეუტევთ. დიახ, შეგიძლიათ მოსადის ოპერაციები ჩაატაროთ და ჩვენაც ჩავატარეთ, საკმაოდ ბევრი. მე ბევრი მათგანი დავამტკიცე, მაგრამ ჩვენ სამხედროებს ირანში ვერ გაგზავნით. მაგრამ ჩვენ ეს შევცვალეთ. ჩვენი მამაცი პილოტები ირანის ცაზე გავგზავნეთ და მათ მიზნები გაანადგურეს. რეჟიმის სამიზნეები, ტერორისტული სამიზნეები. სარაკეტო ბატარეები, სარაკეტო წარმოების ობიექტები და ბირთვული ობიექტები. ჩვენ შევცვალეთ ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინა. ჩვენ ვიწყებთ, ვუტევთ, მოულოდნელობაში ვაგდებთ და ვუტევთ იმ მტრებს, რომლებიც ჩვენი განადგურების, ჩვენი მოკლის სურვილით მოქმედებენ. ჩვენ ვუტევთ მათ მანამდე, სანამ მათ ამის შანსი ექნებათ. თუ იცით ებრაული, აკამლოგ ხა, აშკემლოგო, მოკალი ისინი პირველმა. ეხლა მე აქ მოვედი. ამ წლის 50 წლის თავზე. ჩემი ძმის ენტებეში დაღუპვის 50 წლის თავზე. ჰერცლის მთაზე, მისი საფლავიდან. იონი ენტებეში დაიღუპა. თავის ჯარისკაცებს წინ მიუძღოდა ოპერაციაში, რომელიც თანამედროვე დროის უდიდეს სამაშველო ოპერაციად ითვლება. ენტებე მაჩვენა, რომ თავისუფალ ხალხს თუ ისინი გაბედულებას მოიკრებენ, ძალასა და ნებისყოფას მოაგროვებენ, შეუძლიათ დაამარცხონ ყველაზე მძიმე ტირანიები, მსოფლიოს ყველაზე მძიმე ტირანიები, როგორი საშიშიც არ უნდა იყოს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს.
და მართლაც NTB-s ოპერაციის შემდეგ თვითმფრინავების გატაცებების ტალღა, რომელიც თელ მსოფლიოს ფარავდა, ეს გატაცებების ტალღა შეწყდა, თითქმის მთლიანად შეწყდა. მაგრამ ტერორისტული რეჟიმები არ გამქრალა. და სინამდვილეში ისინი ზრდას აგრძელებდნენ. და მათ შორის ყველაზე უარესი, რა თქმა უნდა, ირანია, ტერორიზმის ყველაზე დიდი სპონსორი პლანეტაზე. 35 წლის შემდეგ, რაც იონი NTB-ში დაეცა 2010 წელს, ჩემი მამა აღნიშნავდა აქედან არც ისე შორს, ბეგინის ინსტიტუტში. მან არ აღნიშნა. მისთვის აღნიშნეს მისი 100 წლის იუბილე. და ისტორიკოსებმა ისაუბრეს მის ისტორიულ კვლევებზე ესპანეთის ინკვიზიციასა და სიონიზმის წარმოშობაზე. და ისინი, ვინც იცოდნენ მისი ქმედებების ისტორია შეერთებულ შტატებში, ებრაული სახელმწიფოს მხარდასაჭერად მეორე მსოფლიო ომის დროს, მისი შეხვედრები აიზენჰაუერთან და ბევრ სხვასთან, მათ ამაზეც ისაუბრეს. და დღის განმავლობაში გამართული ლექციებისა და კომპლიმენტების ქების შემდეგ მამაჩემი სცენაზე ავიდა დახმარების გარეშე. ის 100 წლის იყო. და მან თქვა, გმადლობთ, დლობთ თქვენს კომპლიმენტებს. გმადლობთ ამ კეთილი სიტყვებისთვის. მაგრამ დრო მოკლია. მაშ ნება მომეცით პირდაპირ საქმეზე გადავიდე. და აი რა თქვა მან. აი მთავარი აზრი. ირანი იფიცებს, რომ გაანადგურებს ებრაულ სახელმწიფოს. ისრაელის ხალხი მსოფლიოს აჩვენებს, როგორ უნდა იქცეოდეს ერი, როდესაც ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას. შეხედე უშიშრად საფრთხეს. შვიდად დაფიქრდი, რა არის გასაკეთებელი და რა შეიძლება გაკეთდეს. და იყავი მზად, საჭირო მომენტში ჩაერთო ბრძოლაში. და შემდეგ მან დაასრულა თავისი სიტყვები. ეს არის მამაჩემის სიცოცხლის ბოლო საჯარო სიტყვები. ამან მიმიყვანა მტკის ერთმენამდე. თქვა მან, რომ ჩვენი ხალხი მოიგერიებს ჩვენს არსებობას დამუქრებულ საფრთხეს. 16 წლის შემდეგ ზუსტად ასე მოვიქეცით. და ახლა გეუბნებით იმას, რაც რამდენიმე საათის წინ ჩემი ძმის საფლავთან თქვი. უთხარი, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება მოლაპარაკებებში, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, გპირდებით, რომ ირანი, სანამ მე ვარ პრემიერ-მინისტრი, არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი. არასოდეს. სანამ მე ვარ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ამას არ დაუშვებ. და კიდევ რაღაცა ვთქვი ლიბანზე. თქვი და აქაც გავიმეორე რამდენიმე წუთის წინ. სანამ ჩვენი ხალხის დაცვა დავჭირდება, სამხრეთ ლიბანში უსაფრთხოების ზონაში დავჩებით და მიზეზი სრულიად გასაგებია. არც ერთი ქვეყნისგან არ მოითხოვდნენ სხვაგვარად მოქცევას. ეხლა წარმოიდგინეთ შეერთებული შტატები. საზღვრის მიღმა თქვენ ყავთ ათასობით ტერორისტის მთელი არმია, რომლებიც თქვენს ქალაქებსა და სოფლებში რაკეტებით, ბალისტიკური რაკეტებით და საბრძოლო დრონებით არბევენ. ისინი კლავენ თქვენს ჯარისკაცებს, კლავენ თქვენს მოქალაქეებს, კლავენ თქვენს ბავშვებს და ყოველდღე ემუქრებიან მათ. აბა რას გააკეთებდა ამერიკა? ითხოვდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მოდით თავი შევიკავოთ. ეს ისაა, რასაც ამერიკა ითხოვდა? არა, შენ ძალიან კარგად იცი, რას გააკეთებდა ამერიკა. ის გადაკვეთდა საზღვარს, შექმნიდა უსაფრთხოების ზონას, გაანადგურებდა ტერორისტებს და დაიცავდა თავის ხალხს, სანამ საფრთხე არ მოიხსნებოდა. ზუსტად ამას ვაკეთთ ჩვენ. და კიდევ რაღაცას გეტყვი. არც ერთი ქვეყანა ამას უკეთესად ვერ გააკეთებდა. არც ერთი ქვეყანა ამას უკეთესად ვერ გააკეთებდა.
რადგან ტერორისტები მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმიან თავს. ისინი საკუთარ მოსახლეობაში იმალებიან. ისინი სხვათა შორის ამით ორმაგ ომის დანაშაულს ჩადიან. მაშ კითხვა ასეთია, რას აკეთებ ამაზე? ჩვენ ვესხმით ტერორისტებს, მაგრამ ასეთ ომში, ასეთ ურბანულ ბრძოლაში ყოველთვის არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი. და ჩვეულებრივ დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის თანაფარდობა, მშვიდობიან მოსახლეობასა და მებრძოლებს შორის თანაფარდობა დაახლოებით 7-დან 1-ზეა, 8-დან 1-ზე. ღაზაში ეს მაჩვენებელი ბევრად დაბალი იყო. მიუხედავად ყველა ტყუილისა და ცილისწამებისა, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ მე ვკითხე ჩვენს ხალხს, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს კვლევით განყოფილებას. ვუთხარი, როგორი იყო ეს თანაფარდობა ლიბანში? და დღეს მითხრეს, დღეს მივიღე ეს დოკუმენტი პრემიერ-მინისტრო. ეს არის 5-1-ზე. არა თითო ტერორისტზე, 5 მოკლული სამოქალაქო პირი, არამედ თითო ამ პროცესში დაზარალებულ სამოქალაქო პირზე 5 მოკლული ტერორისტი. 5-1-ზე არავის გაუგონია, რადგან არც ერთი არმია არ მიდის ასეთ ზომებამდე, როგორც ისრაელის არმია, რათა დაარტყას ტერორისტებს და მინიმუმამდე დაიყვანოს სამოქალაქო მსხვერპლი. ამისთვის უნდა შეგვაქონ, არა დაგმონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია. ჩვენი ხალხის დასაცავად. ჩვენ ლიბანთან ომი არ გვაქვს. ჩვენ ომი გვაქვს ჰეზბოლასთან, რომელიც ტერორიზებს ლიბანს და ცდილობს ჩვენს განადგურებას. და როცა ირანის ის პროქსი აღარ იქნება საფრთხე, როცა ის დაიშლება, როცა განიარაღდება, დიახ, ჩვენ მშვიდობა გვექნება ლიბანთან. და მე მოუთმენლად ველოდები მის ხელმოწერას. სხვათა შორის მარკ, მე ვაპირებ აქ კიდევ დიდხანს ვიყო, მინდა ეს იცოდე. ეს და სხვა საკითხები ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებია. მე ჩემი ცხოვრება მიუძღვენი ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას. და ამას არაფერი შეცვლის. არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. და ამის გაკეთება იმიტომ შემიძლია, რომ ჩემი საყვარელი ოჯახის, ჩემი ცოლისა და შვილების მხარდაჭერა მაქვს. მაგრამ მე მაქვს ისრაელის ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა. ჩვენი ხალხი ძალიან ძლიერია. ისინი ძალიან ძლიერები არიან. ჩვენი ჯარისკაცები მამაცები არიან. პლანეტაზე უფრო მამაცი ჯარისკაცები არ არსებობენ. ისინი ნამდვილი გმირები არიან. და ჩვენ მტკიცედვად განწყობილნი. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, რაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს. მაგრამ ნება მომეცით კიდევ ერთი რამ გითხრათ, რაც ვიცი რომ თითოეულ თქვენგანს აწუხებს. ჩვენ ხედავთ ტერორიზმის მზარ ტალღას. ის აზიანებს ყველა ქვეყანას, ამჟამად მსოფლიოს ყველა ქვეყანას და აზიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. და ნება მომეცით გითხრათ, როგორ მუშაობს ანტისემიტიზმი საუკუნეების განმავლობაში. მას შემდეგ რაც დავკარგეთ ჩვენი ქვეყანა და დავჩით დაუცველები, ჩვენ დაუცველები ვიყავით არა მხოლოდ ფიზიკური თავდასხმის წინააღმდეგ, არამედ იმ ცილისწამებების წინააღმდეგაც, რომლებიც ხშირად და ყოველთვის წინ უძღოდა ამ თავდასხმებს. ამგვარი ცილისწამებების წინაშე ვდგავდით ერთ ქვეყანაში, რაც საბოლოოდ ორ რამეს იწვევდა, ან განდევნას, ან მასობრივ მკვლელობას. შემდეგ გადავედით სხვა ქვეყანაში და ზუსტად იგივე შეგვემთხვა. ცილისწამებებისა და ბილწითყვაობის შემდეგ თითქოს ჩვენ ვწამლავთ ჯებს, ვსვამთ მოკლული ბავშვების სისხლს, ვატარებთ მავნებლებს. სხვათა შორის, ეს ზუსტად ის ტყუილებია, რომლებიც გაგრძელდა ნაცისტური ჰოლოკოსტის პერიოდამდე, ზუსტად ეს ტყუილები. ასე რომ, ამ ცილისწამებებს შევეჯახეთ და შემდეგ გამოგჟლით ეს. შემდეგ კი სხვა ქვეყანაში და კიდევ სხვა ქვეყანაში გადავედით. და იგივე რამ განმეორდა, ისევ და ისევ. აი სწორედ აქ მოხდა ცვლილება. ეს მოხდა ისრაელის სახელმწიფოს აღმავლობასა და ისრაელის არმიის შექმნასთან ერთად. შეიძლება ვერ შევძლოთ ცილისწამებების შეჩერება. ისინი მოდიან და მიდიან პროგნოზირებადი ციკლით, როგორც მამაჩემმა ისტორიკოსმა მითხრა. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ როცა ისინი ჩვენს დასახოცად მოდიან, ჩვენ ვიბრძვით. ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას ასე მოგვექცნენ. ჩვენ ვიბრძვით და უკან ვახევინებთ. ზუსტად ისე, როგორც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გავაკეთეთ.
ვფიქრდებით რომ ჩვენ ასევე ვიბრძოლებთ ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში. ჩვენ მერვე ფრონტზეც ვიბრძოლებთ. ბრძოლა ჩვენი დელეგიტიმაციის წინააღმდეგ, ბრძოლა ცილისწამების წინააღმდეგ, რომელიც მიმართულია ებრაელი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ გთხოვთ თქვენ ამერიკის ებრაელებს და დიასპორის ებრაელებს გააკეთოთ ერთი რამ. ადექით. არ დაიხიოთ უკან. არ შეგეშინდეთ, იბრძოლეთ. იმიტომ რომ ხალხი მხოლოდ მაშინ დაგვაფასებს, როცა ჩვენ თვითონ დავაფასებთ საკუთარ თავს. და როცა ისინი ჩვენზე თხუილებს ამბობენ, დაუპირისპირეთ სიმართლე და გააკეთეთ ეს. თავაწეულად, დაიცავით სიმართლე, დაიცავით ისრაელი, დაიცავით ებრაელი ხალხი, დაიცავით ებრაელი ხალხის მომავალი. მადლობა ყველას. მადლობა.